სანამ აქამდე მოვიდოდა ეს ინსტრუმენტი, ფანდური, ან ფანდურის ისტორიაზე რო ვისაუბროთ. რაც შეეხება ფანდურს, წერილობით წყაროებში ფანდური გვხვდება სადღაც მე-10 საუკუნიდან. მაგრამ როგორც მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, თავად ინსტრუმენტი ბევრად ძველია. აქ მინდა ახლა აღვნიშნო ერთი საინტერესო დეტალი. ხშირად თითქოს ისევ საუბრობთ, თითქოს არსებობდა საუკუნეების განმავლობაში ფანდურის ერთი რაღაც უცვლელი, ერთი ნამდვილი ფანდური. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. აი თუნდაც დიმიტრი არაყიშვილისა და მანანა შილაქაძის ნაშრომებში თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ფანდურები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. განსხვავდებოდა საქცევების რაოდენობით, განსხვავდებოდა ფორმით, ზომით, დასამზადებელი მასალით და დაკვრის ტექნიკითაც კი. აი დავუშვათ, ხევსურეთში გავრცელებულ ფანდურს მხოლოდ 2 საქცევი ჰქონდა, მაშინ როდესაც დაბლა ბარში გავრცელებულ ფანდურებს 6 ან 7 საქცევი ჰქონდა. ხევსურეთში გავრცელებული ფანდურების დიაპაზონი სექსტას შეადგენდა, ხოლო ბარში გავრცელებული ფანდურების დიაპაზონი შეადგენდა ოქტავას ან ნონას. ანუ აქედანაც ნათლად ჩანს, რომ სხვადასხვა მხარეში გავრცელებული ფანდურები სხვადასხვაგვარად ვითარდებოდა ადგილობრივი მუსიკალური მოთხოვნილების მიხედვით.